Hi, დილამშვიდობის მეგობრებო, როგორ ხართ? ეს ორთქლი არ გეგონოთ, რომ თავიდან ამდის ხალხო. ეს ორთქლი გახლავთ. ყავის გახლავთ, მოკლედ ეს ორთქლი. აი მე შემსახეს რა ეშველება ვერ გიტყვით. თლად მოწოდების სიმაღლეზე არ ბუდია რომ ვიყო. ხო, დედა რა კარგია. რა ვარ? სასწაულის, უბრალოდ ღვთისაჯუქარი, უფლისაჯუქარი ვარ. დაიტენიანოთ სახე, რაც შეიძლება კარგად შევისილოთ. ამიტომ რომ ცოტა კარაქისებურია და საკმაოდ სქელი მასა, თუმცა მერე ნუ კიდე გადავინაწილებ ხოლმე და სულაც არჩება მერე ესე რაღაცნაირად. ხო, რაც შეეხება აუცილებელი ამის წასმა გოგოებო ყურებთ, კი ხედავთ, როგორც ექიმმა თქვა ტელევიზორში, აუცილებელია მზის დამცამი ყველის თქო. ყურის მიდამოებში წავისვათ, რადგან საკმაოდ მალე ზიანდება ეგ ადგილიო. რა თქმა უნდა, დეკოლტე არ უნდა დაგვავიწყდეს. მით უფრო თუ ოდნავ ამოღებულს ვიცვამთ, ხო საერთოდ. თორემ ოდნავ მზეზეც აი მათ ვწითლდები. ხო და ასე რომ კიდე დავიმატე, კი ხედავთ მშვენივრად. ვერ ვიტანეს ტუჩი რომ ისოლდება ამ დატმატენიანებლებით. რა თქმა უნდა, ტრადიციულად გავაგრძელოთ. დედა. ეს რა დავიბატე. ხო, აქ ყველაზე რთული მომენტია, სიმართლე გითხრათ, როგორც ექიმი ამბობს, ეს ზონა ყველაზე მარტივად ზიანდება. და ამიტომაც ჭირდება ძალიან აქტიური დატენიანება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხაზები აღარ გექნებათ და ასე შემდეგ, მაგრამ უფრო მეტი შეიძლება გქონდეს, ვიდრე გვაქვს. ამიტომ აუცილებელია მოვლილ კანს მოდეში ვთანხმდეთ, რომ მაინც ეტყობა მოვლილს. იყო პერიოდი, როცა საერთოდ არ ვისვამდი და რატომღაც თავი მომწონდა, რომ არ ვისვამდი და ისედაც კარგი კანი მქონდა თუ რაღაც. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, თვალნათლივ დავინახე, რომ ძალიან დამიზიანდა კანი, იმიტომ რომ უამრავი მიმიკა, დედა რაც ხელი ხახა დავიწვი, უამრავი მიმიკის მიღმა დამეხაზა მთელი სახე. ხო, ახლა უკვე ცოტა დამიგვიანდა სახის მოვლა. ნუ ხა არ დამიწყე რამდენი ხანი დაწყებული მაქვს, მაგრამ დამიგვიანდა მაინც. და ახლა ვცდილობ, რომ რა თქმა უნდა ვერ ავანაზღაურებ, მაგრამ ცოტა ავანაზღაურო. შევინახოთ აუცილებლად, არ მიყვარს მოყრა ყველაფრის, ჩემი ინჯოის შეუცვლელი ფეხის, აი გიჟდები ძალიან მიყვარს და მზად ვარ გაძვირდა და უფრო მეტიც გადავიხადო, რას დავაცანცარებ ამ კამერას. კი ხედავთ რა არის შემდეგი ეტაპი, ასე რომ მოუწესრიგდეთ. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლად შემიძლია უმაკიაჟოდაც წავიდე ნებისმიერ ადგილას, მათ შორის სამსახურში. მე რადგან ძალიან მომწონს მაკიაჟის კეთება და ვიხდენ, ამიტომაც ყოველთვის ვცდილობ, რომ მაკიაჟით ვიმოძრაო. მე სახლშიც მისვია ხოლმე, ამიტომ არ ნიშნავს, რომ აუცილებელია, რომ რაღაცა სამსახურში არა, სახლშიც რომ ვარ, აუცილებლად ვისვამ ხოლმე, ნუ ხა თუ წევარ არა, მაგრამ თუ ვდგები და სახლში ვარ და ასე შემდეგ, დატენიანების მერე რაღაცნაირად რაღაცა ადგილებს მაინც ვიწესრიგებ ხოლმე სახეზე, სრულად თუ არა და რაღაცა ტონალურს ხა დიდად კი არა და ისედაც არ ვისვამ 1000-ში ერთხელ თუ ზეიმი მაქვს, ან სადმე წვეულებაზე ვარ, ან ქორწი, ნუ მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა, ეს 1000-ში ერთხელ ვისვამ ხოლმე, მაქვს და რა ვიცი, იმდენი ხანია მაქვს, იმიტომ რომ ფაქტობრივად არ ვიყენებ. და არ გირჩევთ ხშირ გამოყენებას ტონალურის, რაც შეიძლება ნაკლებად გამოვიყენოთ, თუმცა არიან ადამიანები, ვინც ყოველდღიურად იყენებენ და გამორიცხული არ გამოიყენოთ, მათიც მესმის, მაგრამ რაც უფრო ნაკლებად გამოვიყენებთ, უკეთესი. ნუ თუ სახლში ვართ, მით უფრო არ გირჩევთ ხშირ გამოყენებას. მალიტო. მოიცადე კიკინა ჩაყვა. წადი საყვარლად, წადი. თუ მამა მარშრუტკა კი და შემომხედე ერთი. ვაიმე, ჩემი სიყვარული. წადი დედი, ყვაბა არ მოდის ჯერჯერობით, წადი დე.
დილა მშვიდობის, ჰაი, მოგესალმებით, მე და ჩემი შვილი მარიამი. როგორ ხართ მეგობრებო, რა შვებით? ჰაი მარიკოს. ხო ხართ კარგად, მარშრუტკას ტყულა ველოდები, თუ სადმე შემხვდა კი ბეტონო და რა ვიცი, ამ ეტაპზე მგონი ტყულა ველოდები. მაგრამ არის ხოლმე შემთხვევა, რომ ბაღთან მივალ და ჩამიქროლებს, ანუ ჩემთვის უნდა ხომ დაელოდე შვილობარი. რაღაც წვალობ, მაგრამ რა ვიცი. როგორ ხართ გოგოებო? დილით არ ვაპირებდი ყავის დალევას, მაგრამ რაღაცა ეგოს ვერ შევფხიზლდი და მაინც დავლიე. სათვალის სახლში დამჩამიტო წამოდით და ავიცრემლოთ ერთად. გარეთ მოვალ და სამსახურისთვის კი გავიკეთებ, მაგრამ ახლა მდინარე წამომივა ცრემლების. ტყულა გავიკეთე ეს მაკიაჟი. დეხვარციო საყვარელო. არაიდე. რამდენიმე დღეა მარიკოზე ბევრად ადრე მეცინება. და ვიციშები. ტელევიზორი დამრჩენია ჩართული. ხო და ჩემაქომა გამორთული. მარიამს თქვამს, მამაო, დედიკო ზინავშო და არ მოდის მარშრუტკა. არა და როგორ მეზარება ხფეხით გადასვლა ნეტა იცოდეთ. მაგრამ რა მკლავს ამ ახალგაზრდა გოგოს? რა? ამე როგორ მსავრტყავს აქეთ. დედო, სად ხარ? სად არის ჩემი გოგო? აი, სად? აკავა. ჩემულამას. ამე რა ქარია ხოლმე? გონთხლავ ჩავაცვი. საყვარელო? მეზარება ფეხით რო წახვიდე ვიცი. გუშინ არ ვიცი რაღაცა მომიცალე მაგისთვის და დავუარე კომენტარებს ვიდეოებს და აღმოაჩინე რომ εν რაოდენობის რუსულენოვანი ადამიანის კომენტარი დამხვდა. რა თქმა უნდა იყო დადებითიც, მაგრამ ძალიან ბევრი იყო უარყოფითი და მცინავი და ხშირ შემთხვევაში სიტყვებში ვეწერა ეს საქართველო, ანუ აი რა დიდი წარმოდგენა გაქვთ დაახლოებით რა გიხსნათ, როგორი შინაარსის კომენტარები იყო. ტანიებო. თქვენ რაც გაქვთ, ტვინი ჩვენ ფეხებში გვაქვს ქართველებს. ასე რომ კარგი იქნება ამბიციებს რომ დაუწიოთ. არ გაცხენდათ. მაინც და მაინც ვინ ხართ და რა ხართ, განსაკუთრებით კარგად იციან ჩვენი შუახნის მამაკაცებმა რაც ხდებოდა და ვინც ხარ საერთოდ იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ ზოგადად რა მავნებლები ხართ. კარგი რო იქაც არის ვიცი ხა ამაზე ნუ ვისაუბრებთ. კარგი აქაც არის და ცუდი აქაც არის. მაგრამ ზოგადად ვანიები რო საქართველოს დასცინი ცოტა ხერხული ხო არ არის. ბაი. არ ვიცი რატო, მაგრამ ძალიან მომშვიდა, ამიტომ გადავწყვიტე მევთა ჩემი წიწიფროს პური და გავიქცე სამსახურში ხულთან ერთად. დაბრუნდით ოჯახსაში. ბაიმე! დედა სწორია. კი სიცოცხლე. ხალხო, 3-ზე გამოსული სამსახურიდან 5 ხდება და ამ წამს მოვედი სახლში. აი ჩემ ჭკუაზე თუ იყო მარიამს გეფიცებით, ეხა ყავა თუ არ დავლიე, ხო? სიცოცხლე არ მინდა და ზეთუთ სათვენთო 0 ვარ. ეხა იცი დღეში ვარ. დედაც გეფიცებით, ესე იგი თითქმის 2 საათი. ესე დაუბოჟიალობ. აი, უკვე ჭკუიდან ავიწიე, ეს ვაგზალზე ხალხო რა ხდება? მარიამ ერთ წუთიდე. ეს ის რა ხო იცით გადაკეტილი ხითთან რა. სრული განუკითხაობაა ხალხო. არ გეგონოთ რომ ფეხს გადადგამთ. შანსი მაგისი არ არსებობს. ისეთი საგიჟეთია, აი ისეთი საგიჟეთია დედას გეფცებით, რაც ზალა მედგა, ჩემ თავზე მომეშალა მერე კაცო ნერვები რომ წადი შვილო, მშვენივრად ნაძალადევის მეტროთი ამოვირბენდი ფეხით 3 წუთში. მეტი რო არც მინდა.
მეტროდან სახლში და მე გადავკუსკუსდებოდი ბაღში სახლში მშვიდად გვეწამოდი ტყავის ძალებასაც მოვასწრებდი ეს რა დამემართა აი ხო ვიცი რომ საშინელება ხდება ამ ვაგზალზე და რა დავაჩემდი და მაინც და მაინც ამ გზით დავდივარ რო ვიცი რომ ახლა ძალიან განკითხაობა იმიტომ რომ არ გამოდის მოსახლეობა უფრო მეტი ფართები მოითხოვესო ეს კორპუსი ჩამოინგრა ხო და ისა რა ვიცი ალბათ მაშინ გამორ თავი რო დაენგრევათ მე რა ვიცი არ ვიცი უძ გამოვლე როძღონე გამოვიდნენ ჩავყაროთ ყავა ხო და არაფერი არ ხდება გოგოებო ასე საყვარლად გადაკეტილი არ იყო რამდენი ხანია კი იცით და კაცი შვილი არაფერს არ აკეთებს დგას ერთი საყვარელი პატრული გადაკეტილია გზად დამთავრდა მორჩა მგონი სახანძროც იდგა თუ რაღაც სასწრაფო რაღაც არ გახსოვს ეხლა აღარ ვიცი ვინ დგას მოკლედ ხო და რა იყო დეგი ასე ამ დღეში ვართ გოგოებო ვინც ამ ტერიტორიაზე მოხვდებით არ გეგონოთ რომ საერთოდ დანიშნულების ადგილამდე მიხვიდეთ სრულ დროში რა დროში თქვენ გინდათ ეგეთი რამე არ მოხდება აი არ ვიცი დედას გეფიცებით აი ხამაკ ნერვი ასეთ ჩვენი ყავა მოვათავსო ესე გოგოებო გავწამდი გადავიგლიჯე თავი იმდენი ხანი ვიყავი საცობში აღარც ის მინდოდა აღარც ის მინდოდა მეთქი კაი გავაჩერებინო ფეხი წამოვიდე ანუ იგივე რომ დამჭირდებოდა ლამის და ვეღარ გავიგე რა უნდა მექნა რა არის ხა ეს რასთან დაკავშირებით გაიშვი რა ეხა ამან კაი გამოვიცნო და მოვალ მანამდე ყავად მე მინდა განახოთ ბეჭედი და თუ მოგეწონებათ ეს არის მერხიორი 15 ლარატრით და ქალბატონი და ვიყიდე 10 ლარად ანუ ისე მომეწონა ხალხო გადავირიე მე საერთოდ ესეთი სტილის ბეჭდები ძალიან მიყვარს და ძალიან ბედნიერი ვარ მადლობა იმ ქალბატონს რომელმაც 10 ლარად გამომატანა გავკიშტისე მომეწონა მადლობა მოდიდე დიწუთი გოგოებო ჰადედი დალია მორჩა მე ცოტა უწევ დეროს ერთ ხმასოს მოკლედ მოვედი აი სამსახურის მერე სიცოცხლის გჯერა ამბავი მაქვს და არ მჯერა უკვე ისეთ მდგომარეობაში ვარ ეს რატო ის კაკაოს ეწოდი აქ ვაიმე დედა მიშვილეთ თმები მაქვს რაღაცა არა გვეხნიურად გაფუცული და რატო და რის გამო ეს გამეტებით გამეფუცა ვერ გეტყვით სად არის ჩემი ყავა რომელიც უნდა დავლიოთ ასასწრაფოთ იმიტომ რომ ისე მინდა რომ აი არ ვიცი ხო ამ ბეჭედს რაც შეეხება გოგოებო ისე მომეწონა რომ მეთქი არ არსებობს უნდა ვიყიდოთ ხო რა ვქნა ვგიჟდები მე ესეთ ნაკეთობებზე ძალიან მიყვარს და მე ზოგადად არ მიყვარს ბეჭდები რომელიც აი შუაში გახსნილია და რო რეგულირდება ვერ ვიტან ეგეთ ბეჭდებს არ მომწონს და ეს ხო ზემოდან არის ესეთ შესაბამისად ძალიან მომწონს რაოდე ცუდი ბეჭდები ჩვენ არ გვიყვარს დედა ახლა რა თქმა უნდა კარგი ბეჭდები ნუ თავისთავად კარგი ბეჭდები მიყვარს ხო დედა ჩვენ კარგი ბეჭდები გვიყვარს მე დედა რა გადავიღე ძალიან ერთი წუთი ვერ გავიგე როგორ დაგდოთ ვერანაირად ვერ გამოვერკვიე რანაირად უნდა დაუჭდე ეს რაღაცები ვიყიდე მე და გათვალიერებინებთ რაღაც ფაზეკლება იყო და მე გაჩვენებთ თქვენს რა თქმა უნდა რაღაცა ვერცხლეულიც ქონდა ამ ქალბატონს და კიდე სხვა რაღაცებიც ქონდა უფრო მერხიორები ქონდა კიდე რაღაც სხვადასხვა აი მე რომ მიყვარს ხო ეს უცხო საყურები ასე პილოტა რაღაცები შენ თუ ჩაიტანე დედა არ გინდა ცხელა დედა რა გინდა ეს ჩახუთვა ხო და მოკეთ საბოლოო ვარიანტი ავარჩიე მეტად სხვა არაფერი არ მომეწონა ესე დიდად რაო მოდი ოპა დაჯექი დედიკო მესაკეთად სიყვარულო წადი გაიქეც ჩემო სიცოცხლე და ისეთი რაცები არ ქონდათ რა ესეთი უცხო ნაკეთობები არ იყო
რაცა სტანდარტული ბეჭდები რო ეგეთები იყო და თუ ეგეთები მეც მაქვს სახლში და მეთქი არ მინდა. საყურები ძალიან მომეწონა, ცხოველის ფიგურები იყო და სხვა რაღაცები, რაც მე ძალიან მომწონს ისედაც. უბრალოდ მერხიორი ხო ოდნავ კიდე სხვა ფერია ვიდრე ვერცხლი, რა თქმა უნდა და ეგ მომენტი არის რა, რომ აი თითქოს ის არის, რა ქვია, ვიფიქრობდი, რომ ვაი თუ არ მოუხდეს ხო ერთმანეთს, აი აქეთ რო გავიკეთო ეს და აქეთ ეს და შევწდი, იმიტომ რომ ძალიან მოუხდა, საერთოდ არ უშლის ერთმანეთს ჩემი აზრით ხელს ეს სამივე ერთად. რაღაცა ესეც თითქოს ვერცხლს გავს. და ამიტომ ესე ცუდად, ასე რომ ვთქვათ, არ ჩანს მოკლედ რა, ამის თქმა მინდა. თავი ბოლო ეს რანაირად არის. ხო და ასე რომ ძალიან მომეწონა რეალურად რამდენი წვალება უნდა ხალხო ამას საკმაოდ დიდი ის არის შრომატევადია რა ეს და რეალურად სულაც არ ღირს მერე ეგ ფასი რა. საერთოდაც ძალიან დაბალი ფასია მე თუ მკითხავთ იმ წვალებასთან შედარებით. მაგრამ ხა ვერცხლი რო შეგიძლია უკვე 25 ლარად იყიდო, ეხლა ეს რამდენად უნდა გაყიდო, ხო? არის ბეჭდები 25 ლარშიც იყიდი ვერცხლს, ანუ გაჩნი ხა როგორი და რანაირი თორე. ხო, ძალიან მინდა ვისაუბრო რჩენაზე. რამდენი ხედა მინდა რომ აი ესე ძალიან გავშალო ეს თემა და ადრე კი მაქვს ესე მე დაახლოებით რაღაცა მოვედი ამ თემას, მაგრამ ზოგადად აი უკვე იმდენი წელია რაც ჩემი გამომუშავებული თახით ვცხოვრობ, რომ ვეღარც მოვთვლი, ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ადამიანები არ იღებენ წვლილს ჩემ ფინანსურ ცხოვრებაში, მაგრამ ну, აი, ყოველ შემთხვევაში მე იმდენი წელია მართლა ვმუშაობ, რომ რა ვიცი, ჩემი ყოველთვის, აი, რო იტყვა, რომ შენი ფული გქონდეს, ყოველთვის მქონდა მე ჩემი ფული. ბევრი არა, ცოტა, მაგრამ ჩემი. ბევრის მქონია, მაგრამ აი, ზოგადად რო აგიხსნათ, ესე ყოფილა რა. და ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ მე კვრის ხარჯზე, ასე ვთქვათ, არ ვიცხოვრებ და მე დავფიქრდი, რომ შეიძლება გარკვეულ ადამიანებს ეს ცოტა სხვანაირად რაცა ყურმა სხვანაირად აღიქვას და რატო? იმიტომ რომ არიან გოგონების კატეგორია, რომლებიც არ მუშაობენ, არიან სახლში, ყავთ მეუღლე და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ადამიანი, ვინც უზრუნველყოფს მათ ყველა კუთხით, არის მეუღლე. და რაღაცად იფიქრონ ამ შემთხვევაში, რომ რა პრობლემაა, ეხა მე თუ ქმარი მარჩენს და რაღაცა ეგრე. ეხლა ამ მომიშლის ნერვებს. რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა. არანაირი. როცა არ მუშაობ, უკაცრავად ეხლა მეზობელი და ვიღაც გარეული ნაცნობი შენ თანხებს არ ჩაგირიცხავს, ეხლა ვინ უნდა მოგაქციოს ყურადღება, ხო? შევა მეორე ნახევარმა და გასაგებია. ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ ჩემი კვრის ხარჯზე არ ვიცხოვრებ არანაირად, როცა მეც მაქვს ბევრი თუ არა, რამდენიც მაქვს, თუნდაც მქონდეს ბევრი შემოსავალი და მაინც რომ ყველაფერს ქმარს აკეთებინებენ იმ შემთხვევაში რომ აი ქმარს მოაქვს რაღაცები, ქმარი იხდის ამას, ანუ ყველაფერში რომ მაინც ქმარი და ანუ ეს რომ რაღაცა მარტო კაფე რო დადის დაახლოებით ეგ ყველაფერი მე არ მომწონს. ჩვენ რაღაცნაირად მე და ჩემს მეუღლეს გადანაწილებული გვაქვს ჩვენი მოვალეობები ამ კუთხით. თუმცა რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს რომ რადგან რაღაცა დაახლოებით გადანაწილებული გვაქვს არიქა და სულ ასე ხდება, ირევა ხოლმე ხანდახან და მით უფრო ძალიან ირევა ყოველდღე რა წამოვიღო სია ჩემი მხრიდან. მაგრამ აი უპირობო რაც არის ის რომ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში 100% კაი ხანია. რაც ის არის კომუნალურები მაგალითად, კომუნალურებს მესერთ არ მეხება, არც ვიცი რამდენს ვიხდით. მაგას აგვარებს ჩემი მეუღლე, ზამთარში, ზაფხულში ვიხდის ეგ. ხურობ ხოლმე რომ ყობა ზამთარში გადაიხდე, ზაფხულში მე გადავიხდით, გქონდეთ მიზერული ახლა ზაფხულში რასი ბავშვებით. ხო და ეს ამბავი გვაქვს ძალიან ისე გადანაწილებული. თუმცა ეხლა თქვენც ხედავთ, ხა ტექნიკა მინდახარ, არავით კობა-კობაზე ვარ ჯამოკიდებული. მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ ჩემს გამომუშავებულ თაღას რაღაცა იმეებში, კოსმეტიკებში ვხარჯავ. ძალიან
მნიშვნელოვან რაღაცებში ხარჯავ, თუმცა რა თქმა უნდა, როცა არ მყოფნის და როცა ვხედავ, რომ იმ რაღაცაში მე ვეღარ ვიყენებ ჩემს ფინანსებს და აღარ მწვდება, რა თქმა უნდა, ქმარი არსებობს მაგისთვის. და არა მარტო მაგისთვის, მაგრამ მაგისთვისაც ხომ არსებობს. მაგრამ სულ ვიყო ქმარზე დამოკიდებული მაშინ, როცა მე თვითონაც მაქვს ჩემი ანაზღაურება, მე არ მომწონს. ამას გულისხმობ, მე ქმრის ხარჯზე ცხოვრება არ შემიძლია. როცა ყველაფერზე ხარ ჩამოკიდებული, მაშინ როცა თავად შეგიძლია ყველაფერი გაიკეთო ის, რასაც იკეთებდი თუნდაც მანამდე ან არ აქვს მნიშვნელობა, კაცო, რაღაცა რომ გინდა და გაიკეთო, მაგრამ უჭერ და აი იმას ძალავ, ასე რომ ვთქვათ, რომ მეც მქონია ბევრჯერ და მაინც ჩემი ქმრის გაობით გააჩნია, მაგრამ ძალიან სერიოზული უკეთესი რაღაცისთვის დამჭირვებია, ვიცოდი და ამისათვის რაღაცა დავაგროვებდი, ან თუნდაც ახლა როგორც მობილურის ფულს ვაგროვებ, ვინც იცით ანაბარზე თანხას ვაგროვებ, ბევრს არა ხალხო ცოტ-ცოტას, მაგრამ რა მნიშვნელობა ვაგროვებ, ასევე ერთი განვადება დავფარე მომილოცეთ. ერთი დამრჩა სადღაც 350 ლარიანი და თვეში გუდი 7 ლარია და არც ვაქცევ ყურადღებას ისე იფარება თავისით და მე ცოტა რო შევამცირებ, მე იმდენად ბევრი შემაქვს ხოლმე, რომ ამის თვენახევარში ვფარავ ხოლმე. ეხლა არ მიშლის არაფერში, ხო, ახლაც დავფარავდი, მაგრამ არ მიშლის თავისი დაიფარება. თუმცა ეს განვადება ახლა რაც მქონდა სასწრაფოდ დავფარე, ეს რაღაცა იყო დარჩენილი. იმიტომ რომ რაღაცა სხვა რაღაც მინდა ვიყიდოთ ოჯახმა. შეიძლება არ გვიყოს რაღაცები, მე ან განვადება დაგჭირდეს, ან რაღაც და ამისათვის მჭირდებოდა ეს, რომ რაღაცა განვადების პრობლემა არ შემექმნას. რაღაცები მინდა ჩვენი სოფლის სახლისთვის. ხო და მირჩევნია, რომ აი ეს სისულელე პატარ-პატარა რაღაცები მოვიშოროთ და ამ შემთხვევაში ხა მე გავაკეთებ განაწილებული გვაქვს. ეს ჩემი წრუწყვილი განვადებებს ვიხდი მე, აი თვეში 5 ლარი, 7 ლარი რო რაღაცა განასახდელი ეგრე. აი მაგათაც გრილი, ხო, გრილი დავფარე სხვათა შორის ახლა. ანუ მართლა იმდენად ცოტა მქონდა, არც რაღაც იყო დარჩენილი, რომ აღარ ჩავთვალე საჭოთ კიდე და ცოტა ბევრი შემქონდა ხოლმე სულ რა. მე როცა მე მქონდა თანხა და თუნდაც 1 ლარი, 5 ლარი, 8 ლარი არ აქვს მნიშვნელობა, ეგრევე გადაურიცხავდი ხოლმე მაგ იმაზე განვადებას და მალმალე რა უცებ აღმოჩნდა, რომ ძალიან ცოტა იყო დარჩენილი და ხო ეგრევე გავანულე რა. ხო და ეს ამბავი მე მაქვს, ანუ რომ მე უნდა გადავხავ, თუმცა თუ არ მაქვს იმ მომის შეთქმა უნდა ჩემი ქმარი ხდის, მაგრამ როცა მაქვს ამაზეა ხალხო საქმე, არ მინდა ჩემი ქმრის კისერზე ცხოვრება, რომ სრულად ჩამოვეკიდო მაშინ, როცა მე შემიძლია რომ არ ჩამოვეკიდო. კაცო, მაქვს ამის საშუალება, რომ რაღაცა გავაკეთოთ ერთად. და რატო ვიყო სულ ქმარზე დამოკიდებული, როცა მე ჩემიც მაქვს. ანუ ამ შემთხვევაში მე არ მესმის გოგონების, რომ კაცო შეინახე და რაც გინდა აკეთე, მაგრამ ყველაფერი მართლა თითქოს შენ არც არსებობს სამსახურის კუთხით და ყველაფერი შენი ქმარი აკეთებს, მე ცოტა მე რო კაცი ვიყო, რაღაცა ისე ვიქნებოდი, რომ ანუ ვერ გავიგე რა ხდება. ცოტა ეგრე ვიქნებოდი რა, მე რო კაცი ვიყო ამ შემთხვევაში. ეხლა მე როცა არ მუშაობდი და სახლში ვიყავი, აი მაგალითად ორსულობა იყო თუ რა იყო, არ აქვს მნიშვნელობა. ან თუნდაც ჩვეულებების პერიოდი რომ მაგ და რაღაცა უკაცრავად ეხლა აბა წავიდე, ანუ ხო ჩამოკიდებული ვარ. მაგ პერიოდებში ჩამოკიდებული ვარ, მაგრამ ჩამოკიდებული ხა ცუდი სიტყვა ისე კი არ ვამბობ, სერიოზულობით დავით, მაგრამ ნუ არ ეგრე ვამბობ რა. ჩამოკიდებული ვიყავი ის პერიოდი. მაგრამ მე თუ შემიძლია რომ არ ვიყო, მირჩენია რომ არ ვიყო და მე ჩემი აი შენი საკუთარი გამომუშავებული ფული რო იხარჯება კარგად, ვერავის მოცემულ ფულს მე პირადად ეგრე კარგად ვერ ვხარჯავ. აი არ ვიცი რატო და რატომ ჭირს ეგ რაღაცა გართულება, მაგრამ სხვის ასე ვთქვათ, აი ეგრე ვერ ვხარჯავ. აი სიამონებას მანიჭებს საკუთარი იმით, რაღაცა აი თავისუფლად ვხარჯავ, ასე რომ ვთქვათ, არ ვუწევ რაღაცებს ძალიან ბევრ იმას რა. ამიტომ, რავი. ამას გულისხმობ ხოლმე, როცა ვამბობ, რომ მე არ მინდა ქმრის კისერზე ცხოვრება. არ მინდა. ეხლა შემიძლია სახში ვიჯდე, შეგგვარ რომ მარჩინოს. არ მინდა.
თუ შემიძლია რომ ვიმუშაო და ბევრი რამ ჩემით დავიკმაყოფილო, არ მინდა ქმრის. როცა მენდომება მომცემს, მაგრამ ახლა არ მინდა. თორე ხა ეს ტექნიკები და იმებს ვიმყიდულობს. მართლა და მართლა. ხო და ხო, ცუდა ჟღერს, როცა ვამბობ ხოლმე, რომ ახლა ქმრის კისერზე არ მინდო, არავის ხოვრო, ცუდა ჟღერს, მაგრამ რეალობა ეგ არის, გოგოები, ხო, ჩემი რეალობა ეგ არის და სხვისი არ ვიცი. თორე ყოფილა შემთხვევა კაცო ის კომუნალური მე გადამიხდია, ანუ იმ მომენტში უცებ, აი ესე მომხდარა და ეს არაფერს არ ნიშნავს. მეთქი ხოლმე რომ დავრეკაბის აკობა, ცაფო მიყერა, თევზი მე რომ მიყვარს და აქ მოგცემ რა. აქ მოგცემ ნიშნავს რომ არ მივცემ. არ მივცემ ეგრე კი არ ხალხო რომ არ მივცემ და ესე სიტყვაზე ჰაერზე კი არ ვეუბნები ხოლმე მართლა. მზად ვარ რომ მივცე, უბრალოდ ხა თვითონ არ მართლებს, თორე მზად ვარ მთელი სულით, გულით რომ გადავიხადო რა. ხო იცის რა ხავ რომ მაგის გამორთმევი არა ვარო, მაგრამ მაინც ხუნდა თქოს რა ვიცი. იზე მერიდება ხოლმე და მიჩვენია ხოლმე რომ ეგრე უთხრა. ხო, ქმარია და თითქოს რისი გერიდება, მაგრამ ხა ძალიან ბევრ რამეს რო ვაბარებ ხოლმე, მე რაღაცა ხერხულობას მიქმნის, რომ აი შენც ხო მოდიოდი და გამოიარე გზა და გეყიდა რა. რა ვიცი, ეგრე ვარ, ხა მთელი ცხოვრება ეგრე ვიყავი და ახლა ბოლო წლებში რო ქმარი მყავს, ეგ არაფერს არ შემიცავს, ანუ ასე ვცხოვრობ სულ. საკუთარ დედას ვერ ვაბარებდი ხოლმე ეგეთ რაღაცებს. მერიდებოდა, ეგეც კი არა ზოგადად მერიდებოდა ხოლმე და ანუ ეგრე ვარ, ნუ რა გავაკეთო რა. აი რომ ამბობი ხოლმე სხვისი ფულების ხარჯვა მარტივია, ვერ ვეთანხმები. ვერ ხარჯვა მარტივად ჩემი ქმრის მოცემ ფულს. ვერ ხარჯვა მარტივად დედას გამოგზავნილ ფულს, მით უფრო დედის, ნუ ქმარზე არც არის ლაპარაკი იმასთან შედარებით. დედის გამოგზავნილ ფულს ვერ ხარჯავ მარტივად, იმიტომ რომ მე რო ვიცი იქ რა დონის შრომაა და საერთოდ როგორ შოულობს ხალხი ბუზა, რამხელა წვალება და წამება და რაები ხდება იქ. ვერ ვხარჯავ, ანუ მერიდება რაღაცნაირად, ჯერ რომ მიგზავნის მაგის მერიდება და ეცე რომ დაურეკო და აბა ეხლა დედაფული გამომიგზავნე და აი დაუვიდა, ესეთი რამე ხო საერთოდ გამორიცხულია. ვერ ვხარჯავ. როცა ადამიანი სულ მუდმივად ხარ შენ შემოსავლაზე დამოკიდებული, ხშირ შემთხვევაში ვიძახი, მე ძალიან რთულია თუნდაც ქმრის რაღაცებზე გადაწყობა, რომ ეხლა შენ რა ვიცი, მე მირჩენია რომ მე ვიმუშაო გოგოებო და მე ჩემი მქონდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა ვითვალოთ, შენის ვაკეთო მე ის თუ რაღაც. უბრალოდ ავტომატურად გადადაწილდა, რომ ზამთარში ჩემი ქმარი იხდის გადასახადებს, ხა იმდენია რომ მე ვერ გადაგიხდი მივთხარი. კი აი მithქვამ ზოგადად ვიძახი რა. ხო და რაღაცები ესე გადანაწილებული გვაქვს, ხა თუნდაც პირდაპირ ხო ვიმეორებ ჩემი განმარტებები და დავჭდები ხოლმე რაღაცას რა ვიტყვი და კაცო განმარტებებს არ ვიხდი და ჩემი ქმარი ძახის თვეში ერთის 13 კლასი, 5 კლასო. რადე? შემახედავ, აბა რას ვხედავ ხა აქედან? იქით გადი რომ დავინახო. ის სწორია დე, ყოჭყერთიები მდემსი მომეცი რადე. თორე მე და ჩემი უყვის იმდენი გვაქვს ხალხო გადატანილი და იმდენი რამე გვაქვს გადატანილი, აი რა ვიცი, ერთი ბორბალი არ დაწრიალებულაო რო ვამბობენ, თორე იმდენი რამე გვაქვს ერთად გადატანილი და იმდენი რამე გავიარეთ ზოგადად ერთად, იმიტომ რომ ძალიან ცუდი პერიოდი დაიმთხო, კოვიდის პერიოდი და ხა ამ კოვიდში რო პლუს 2 სულად ხარ და ესე იგი მე მახსოვს მუცელში ვიკეთებდი ნემსებს, მე რა თქმა უნდა ვერ მუშაობდი, მუცელში ვიკეთებდი ნემსებს და ვაძლევდით ძალიან ძვირს, იმიტომ რომ სჭირდებოდათ კლინიკებს, ეგ ნემსები ყიდულობდნენ შავი ბაზრიდან და ანუ ჩვენ ვრჩებოდით ჰაერში, ჩვეულებრივი ადამიანები და აფთიაქებში ვიყავით და ძალიან ძვირ და მოკლედ. და როგორ მახსოვს, ეგ რო ვიწეწებოდით და მთავარი იყო ყველაფერი გვეკეთებინა იმისთვის რომ მარიკო მუცელში ყოფილიყო მშვიდად, კარგად და რა ვიცი მე. იმდენი რამე გვაგავლილი. თუნდაც რომ დაიბადა. აუ და ერთიც მომეცი რა, რა გემრიელი აქვს, ხო, თუ შეგიძლია ერთიც მომეცი. ხო და არაფერი არ გვიყვირს, ანუ საერთოდ. ბატონო? მე ჩემო სიცოცხლე. ხო და მომედე.
აღარ დედიკო, თქვენ უნდა გენახათ რა ბედნიერი ვიყავი მე რომ მოვიგე 3000 ლარი. უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. მაშინ რა იყავი? მახსოვს დე, მოგეწონე? კი. და მე ვიყავი და მე და მამიკომ და შენ მღეროდი. ხამისი ჩუმე გამანტე. ჩუმე თოჩნება გამაძვე. საიდან ახსოვს? გამანტე. ვინა ხასაჭამებს. ამდა კარგად დავლიე. ხო და რა სასიამოვნო იყო იმ თანხის ხარჯვა ხალხო, აი ეგრეა მაგას ვიძახი ხვის მოცემულს ეგრე ვერ ვხარჯავ თქო. ვერ ეხა მომკალი თუ გინდა ვერ ვხარჯავ და ჰა რა გავაკეთო. ჩემსაც ძალიან კარგად და ხარისხიანად ვხარჯავ სხვათა შორის. და ახლაც ტელეფონზეც ვაპირებ რომ საკმაოდ დიდი თანხა მე თვითონ მოვაგროვო. არ მინდა არავისი მოცემული, მე თვითონ ჩემი თავისათვის გავაკეთებ. 500 იქნება თუ 600 მოვაგროვებ, გავაკეთებ განვადებას. ეხა იქ წინასწარი იმიტომ მინდა მაგდენი შევიტანო, რომ სად 600 და 700-ით ნაკლები განვადება და სად 700 და ხო ხვდებით. თორე ეხა ამის 5000 როგის ტელეფონი ხო ხვდებით ის 500 თითქოს აღარაფერი აღარ არის, მაგრამ ნუ რაც არის. მარიამ გატყდა რასაკეთებ? შემოხედე დედას, გატყდა დე რასაკეთებ? მაგრამ ეგ მაგას ვარ მიჩვეული, მე ჩემით უნდა გავაკეთო. რა თქმა უნდა, ეხა ჩემები რო დამეხმარებიან მაგას თქმა არ ჭირდება და კუბაც რო დამიმატებს მაგას თქმა არ ჭირდება, მაგრამ ძირითადი უნდა ვიყო მე, ვინც ამ ყველაფერს. ვედრა აიღე. აიღე. ნახე, აბა ხო არ გატყდა პაპასია ეგ. ეგ სარეცხის არის დედა. მან სუფთა ამოიღე დედიკო და დაკეთე ეგენი ჩემო სიხარულო. იქ დაალაგე დედიკო? დედა მე იცი როგორ ვიცი? იქ მიიტანე დედი და იქ დაკეთე. და ვეთ რომ მიიტანე საყვარელო სარცხის, შალი სარცხის ისაკ ჩამოტანილი და იქნებს აგედი და რო გატეხოთ. რატო უნდა გატეხო ჟვილო? სხვათა შორის მარიამი რო დაიბადა ეგ ვეთ რო უყიდეთ. და ძალიან ისეთი ზვირფასი. ხო და პაწაწუნაა ძალიან და უკვე იმისთვის ვიყენებ ცარეცხისთვის და რაღაცები. დედიკო, აქ დაკეთე დივანზე. ხო და მაგას გულისხმობ ხოლმე როცა ვამბობ რა. კარგი გოგო ხარ. ეგრეა, ვიღაცისთვის შეება ცუდად ჟღერს ეს ყველაფერი, ვიღაცისთვის ძალიან ჩვეულებრივია, ვიღაცისთვის ძალიან ნაცნობია, ხა ჩემთვის ეგრეა და არ მინდა რა არავის ღმერთმა მომცეს იმდენი, აი მე თვითონ, რომ არც კი დამჭირდეს რამე, აი და რაც მინდა ის ვიყიდო, რაც მინდა, აი ტანსაცმელებზე კი არ ხალხო ლაპარაკი, ყველაფერზეა ლაპარაკი. ეგეთი ვარ. ჩემით ვარ მიჩვეული რაღაცაებს და ეხლა უკვე ვეღარ გავიაზრე, რომ შენ ცხოვრებაში არსებობს სხვა ადამიანიც, ვინც შეგეხიდება, ასე რომ ვთქვათ რა. ხო და რა ვქნა, ნუ როგორც ჩამოვყალიბდი და ამდენ წლამდე მოვედი, ეგრე წავედი და ჩავწვევი ხუბოში იმ წლამდე. არ აქვს მნიშვნელობა, ეგრე ჩამოყალიბდა ეს ტვინი და მოკალი თუ გინდა. ხო და სულაც არ ვფიქრობ, რომ ცუდად ვფიქრობ, იმიტომ რომ არ მინდა არავის იმედად ვიცხოვრო, სულ ესე რომ სხვის იმედად ვიცხოვრო, საკუთარი თავის იმედად მინდა რომ ვიცხოვრო პირველ რიგში. და ის რომ ხა შენი მეორე ნახევარი შენზე ზრუნავს, ოჯახზე ზრუნავს, ყველაფერზე ზრუნავს, მეც ვზრუნავ, ანუ ჩემი მეუღლეც ზრუნავს, ჩვენ ერთად ვზრუნავთ ოჯახზე რა. ცალ-ცალკე ვზრუნავთ და ამასობაში ერთად ვზრუნავთ. ის ცალ-ცალკე ზრუნვაც ერთად ყველაფრისთვის კეთდება. ასე რომ გისურვებთ ყველას, რომ გქონდეთ ქალებს იმდენი და იმდენი საშუალება გქონდეს ყველას, რომ ჩვენით ვიკეთოთ ყველაფერი, ჩვენით ვაკეთოთ ბევრი რამ. რაღაცები არის, რაც რა თქმა უნდა, მამაკაცმა უნდა აკეთოს და მაგალითად ზამთარში კუბუსოების გადახდა რომ აეკიდა. ნუ ხა ეს ხუმრობით, მაგრამ ზოგადად ვამბობ და ძალიან ბევრი რამ კიდე, მაგრამ ეს ისე ვიძახი ზღვაში წვეთი რაც არის. მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ჩემია და მე ჩემით ამით ვიყიდე და დააყვე დრო ადამიანს და დაამადლო თუ რაღაცა, ანუ კატეგორიულად წინააღმდეგობა მსგავსი რაღაცებს მეზისყება ეგეთი რაღაცები. მეზისყება, რომ აი ჩემი ნაყიდი თუ რაღაც. არ მომწონს. ხო, მოკლედ ესეთი ამბები, მე არ მინდა ქმრის ხარჯზე ცხოვრება.
ხო და ამასობაში ორნაბიჯი გაიჭირდა. იმაზე გამახსენდა რომ ცხოვრება. ხო, ეს სოსისი ვიყიდე, რომელსაც აქვს 159 კალორია კანადური. 260 თუ რაღაც რო ხიზებ გიჟდები ამ მონადირეებზე გიჟდები ჭკუა. ძალიან მიყვარს. კვერცხი იყო ცოტა დაბალ ფასში და 4 ლარი და 5 თეთრი ყიდა თუ არ ვცდები და წამოვაყოლე ზოგესი. ხო და ფაზაკლება იყო გოგოებო, ეს ღირდა 4 თუ 5 ლარი ღმერთო გამახსენე. არ ჩამიგდეს, რაიმე რატო არ მიგდებენ იმას? ორი ნაბიჯის აპლიკაცია გავატარე, მაგრამ ხა უნდა გავხიშო რომ ნახო და ნუ კაი. აღარ გვინდა. ეს ვიყიდე. ეს რაღაცა რო შეგიძლია ის მოიგო, რა ქვია, პარიზის რაღაცა გზური, რაღაცა რომ უნდა დაასკანერო თუ რაღაც, კარგად ვერ გავიგე და მე უნდა ვნახო საიტზე, რა ვიცი რა ხდება, მოდი გავაკეთოთ, მაგრამ არ ვიცი როგორ უნდა გაკეთდეს, უნდა ვიკითხო ერთი. ვყიდულობ იმდენ პრეზიდენტის რაღაცეებს, რომ რა ვიცი, ვსინჯოთ. ძალიან მიყვარს მოკლედ ეს, კარგი შვილი ხარ და დიდი მადლობა. აი, ვინც არ გიცნობს და ხო იმან არ იცის რამდენად კარგი შვილი ხარ და გიჟდები, ანუ ამის სუნზე ხალხო გიჟდებით. გახლე. მაგარი გოგო ხარ და სხვათა შორის. ამას აქვს მგონი 185 თუ მოიცეთ. ხო, 199 კალორია აქვს ამას, მაგრამ ანუ ცოტაც რომ მირთვა რა პრობლემაა. აი, მაგრესი სუნი, ძალიან მიყვარს ამის სუნი. ხო და ფაზაკლება გქონდა და წამოვაპორწიალე. ნუ რა გავაკეთო, მიყვარს ახლა და მომყალით თუ. მოკლედ ეს პარიზის ამბები უნდა გავარკვე, ასე დავასკანერო თუ რა. კარგი გოგო ვარ და ყველაფერს კეთავ და შენ გენაცვალო, შენ დედიკო და მასაყვარელი ხარ და ხო და ყოჩაღდე. ამეებში მთლიანობაში მოკლედ. აჰა. გახლე. რა მაგარია და კვერცხში, ამაში, სადღაც 17 ლარამდე გადავიხადე. 17 და რაღაც. კარგით, ახლა დაგემშვიდობები, ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ რა მიყურეთ. ორნაბიჯი ვერასდროს ვერ ვიღებ ხოლმე გოგოებო, ჯერ დიდათ არც მოწონს ვიღებ და მე მეორეც ხომ ადიმდენი ხალხია რომ თავი თუ შეყავი მადლობა თქვი და რა ვიცი, მაგიტო ვერ ვიღებ ხოლმე არ და როგორ მიყვარს ეს მაღაზიის რაღაცების გადაღება, მაგრამ ნუ აი ვერ. ხა სულ არ მინდა ვიღაცამ შენიშნავ უცეს. ნუ ვიღებთ რა. რატო ნუ ვიღებ? რა ვქნა, არ მოწონთ და მოკალი თუ გინდა ეხლა რა გავაკეთო. მოვიღოთ ჩვენი საწვალე. ხო, ის ყავა უნდა გაჩვენოთ, რომელსაც მე მივირთმევ და რომელსაც ვგიჟდები ამის გემოზე. აი რაღაცა საოცარი გემო აქვს. რომ იყიდე რაღაცა, თეთრი რაღაცა, კალგოტკა. ხო. აი ეს არის გოგოებო 3+1 ბ ოღონდ ბევრნაირი ბხუ არის სხვადასხვა ფერი და მე ეს კონკრეტული მომწონს და თან აი ამით უნდა დააკვირდეთ სულ თეთრი არა. აი უგემრიელესია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საშინელ გულზმარვას იწვევს. აი რამის მოვკვდი ხოლმე და ისე მეშლება ნერვები, რომ გულზმარვა მემართება და აი ეს ძალიან შემიყვარდა. რაღაცა სხვა გემოები ვერ გავიგე, რაღაცნაირად ცოტა უარესაც უნდა ხდეს და ყველაზე მეტად მაინც ამის გემო მომეწონა ძალიან და რა ვიცი ჩანთი დამახ 60 თეთრების. სხვათა შორის ესეთი ამბები გოგოებო მოკლედ. ეხა ავდგები, სადილი გაკეთებულია და სადილზე საერთოდ არ დავდობ დღეს. საღამოს მოგვიანებით შევყრი სარეცხს, დღეს ხა ამ ვიდეოს დავამონტაჟებ, დავჯდები ტელევიზორსაც ვყურებ. მე რა ჩემი მეუღლეც მოვა, დავლევ ყავას, ხვალისათვის სასაცველებსაც მოვამზადებ, ცოტა სახს მივალაგებ და უკვე ხვალინდელი დღეც დაიწყება, ასე რომ დიდი მადლობა რომ მიყურეთ, კოცნით. დღეს ლაივი ალბათ სავარაუდოდ დიდი ალბათობით არ იქნება, იმიტომ რომ ძონგვიან მოვედი და ვეღარ ვასწრებ ყველაფერს.
მაგრამ ნელ-ნელა ვაიმე ამას სისხლი ეს ვინ მიგდია აი ეს რა არის აი ვინმე მომიგზეთ ეს რა არის